მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ? საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ მეგობრებო? მოგესალმებით. მოგიკითხავთ ყველას. იმედი ადრემ კარგად ჩაიარა თქვენთან, ჩემო ძვირფასება. მე მოვედი თქვენთან. თქვენთან საჭიროოდ მოვედი მეგობრებო. დასტებს ვამზადებ თქვენთან ერთად მეგობრებო. რადგან ენერგიებს კარგად კითხულობს. და ამიტომ თან მოვემზადოთ საღამო მშვიდობის. ძალიან კარგად ვარკი. გაიხარეთ. უფალს მადლობა. კარტებით ცვია მეგობრებო. რაღაც ახალი შესაძლებლობები გეძლევათ მეგობრებო. რაღაც ახალი შესაძლებლობები ის, რაზეც ამდენი ხანი ოცნებობდით. ისევ ეს კარტი ამოვარდა, დედას გეფიცებით, აი? ეს ჩავაბრუნე და ამოვარდა. ანა მარია როგორ ხარ? მეგობრებო, ესეც არ გამოვაღა. ბოთე კაცები არა, ქალებიც არიან ბოთეები მეგობრებო. მომიტევეთ, მაგრამ კი, ესეც არის. საღამო მშვიდობის. ყველას მოგესალმებით. მეგობრებო, არ მევაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. ბოთე კაცები. ქალებიც ვართ ბოთეები. კი. ბოთე ქალებიც ვართ. მოქნილობა გვაკლია, შიშხათი გვაკლია. ხა. კარგი და ცუდი ყველგანაა. ამიტომ ჩემი საწერკალამი სად ჩანს. არა, მე როგორ ვარ იცით მეგობრებო, მე როცა მინდა ვარ ბოთე მაშინ, როცა მინდა არა. საქმეს როცა ჭირდება ბოთე ვარ. საღამო მშვიდობის ყველას ჩემო ძვირფასება. შემოვროხროხდი თქვენთან. კი. შემოვროხროხდი თქვენთან მეგობრებო. აბა როგორ ჩაიარა დღე? ვისთან რა მოხდა? კარგი ამბები მეგობრებო, კარგი ამბები. მოკლედ მე დავიწყებ ახლა თქვენი ენერგიებით როგორც ყოველთვის. ხო. მაინტერესებს რა ხდება თქვენთან. თქვენთან რა ხდება? გამოუვალი მდგომარეობა? არ გვინდა ეს მეგობრებო. ესეთი სიტუაცია არ გვინდა ჩემო ძვირფასებო, ასე რომ თლათ ასეც ნუ მოიქცებით საკუთარ თავს. გამოუვალი სიტუაცია არ გვაწყობს. ხო. ერთი წუთით მეგობრებო, თვალები ამეწვა. და გავაგრძელოთ. ხო. ისაა ცუდა და ჩვენ კარგად ვართ. ცუდ მოუწია. ხო, მაგას სამყარო გადაწყვიტავს და უფალი მეგობრებო. აღარია ჩვენ
უფალს მივანდოთ. მოდი მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით ეხლა. რა ხდება თქვენთან? ხო? დავიწყოთ. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. ყავა, ჩაი, რძე, რა ვიცი, ვის გინდათ და არაფერზე არ ინერვიულოთ მეგობრებო, უბრალოდ მივყვეთ ჩვენს დღევანდელ ლაივს. მორგანა უღრმესი მადლობა. მიხართ თქვენი ენერგიები. აი აფეთქდა ტელეფონი მეგობრებო. გესმით ხო? აი მე მეგობრებო, ეს იყო ზუსტად გუშინ და დღესაც ეს კარტია. არ მინდა ეს კარტი, სხვა კარტი უნდა მოვიტანო კაცო, შემიძლია. ერთი წუთით. შევცვალოთ დღეს დასტა. როგორ ხართ ხალხნო? აჰა, მოვიდა მორიელიც. ალიანაც კარგი მორიელ. მორიელ ხომ შვიდობა გაქვს? მორიელ ეხლა ისვენებ გაჩერებული ხარ თუ მგზავრობ და გვისმენ? გდაღებული რა იყო და მაგია. მაგიის კარტი იყო. მაგიის კარტი იყო, აი ეს იყო. მაგიის კარტი მეგობრებო და მოვაშორე აქედან. არ მინდა. ესე გავშლი ახლა. მაგია თვითონაა. კარგი, დავიწყოთ მეგობრებო, თქვენი ენერგიები. ხო, დავიწყოთ თქვენი ენერგიები. ვიხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ? ვიხართ თქვენ? მოკლედ აქაც ხო გაიხსნა და გაიხსნა. ვიხართ თქვენი ენერგიები? თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც დაამთავრეთ წარსული. ეს შავი ხვრელი დამთავრდა. დაიფიცეთ, რომ დამთავრდება და ვსიო. მორჩა მეგობრებო. ხო ნახეთ, ქვემოდან მოგონებების კარტია, დარჩა მოგონებებში. ხო. ეს თქვენი გულის ტკივილი, ეს თქვენი ცუდად ყოფნა დარჩა მოგონებებში. ძალიანაც კარგი. მიყვეს აქ ასე. გინდათ რომ დატოვოთ უკან მეგობრებო. გაიხარეთ უღმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. კიდევ ვიხართ თქვენ? დაიფიცეთ ის რომ აი აღარასოდეს არ დაბრუნდებით ამ სიტუაციაში. დიდი ხნით. მთელი ცხოვრება დატოვეთ ეს დატოვეთ, მეგობრებო, ხო. ხო დატოვეთ ისეთი რაღაცა, რაზეც არავისთან საუბარი აღარ გსურთ და არავის არაფერს აღარ ეუბნებით. ამ თემაზე აღარ საუბრობთ. აღარ გინდათ ამაზე საუბარი. ამას ამბობთ. აღარ გინდათ წარსულის გახსენება. აღარ უბრუნდებით წარსულს, წარსულიდან არაფერი აღარ გინდათ. აღარაფერს აღარ ამბობთ, აღარ საუბრობთ, აღარ იხსენებთ, აღარ გაიხსენებთ, აღარ დაუბრუნდებით და ვსიო. დამთავრდა წარსული. აი ზუსტადაც მეგობრებო. ხო. აღარ არსებობს წარსული. ესეთია თქვენი ენერგიები. წარსულზე საერთოდ აღარ გსურთ არაფრის გაგონება. თქვენი სამომავლო ენერგიები როგორია, ეხლა ამას შევეკითხები. მაშინ ეს მეგობრებო დამთავრდა. ხო. თქვენი სამომავლო ენერგიები, რაზე ფიქრობთ? სამომავლოდ. ეხლა ვეკითხები პირდაპირ, სამომავლოდ თქვენი ენერგიები, რაზე ფიქრობთ? ამ წუთას ახლავე, ამ წუთიდანვე? ხა, რაზე ფიქრობთ? ხო, ამის დროა მოსული ვამბობთ. ფიქრობთ ურთიერთობაზე, სამართლიან ურთიერთობაზე, სიყვარულზე, რწმენაზე, მეგობრობაზე, ნდობაზე. ესეთ ურთიერთობაზე ფიქრობთ. ესეთ ურთიერთობაზე დავთანხმდები ვამბობთ. ესეთ ურთიერთობას ვუმასპინძლებ ვამბობთ. ესეთ ურთიერთობას მოვემსახურები ვამბობთ, მეგობრებო. კი, მართალიც ხართ. ესეთ ურთიერთობაში შევალ ამბობთ. მივიღებ ესეთ ურთიერთობას. სადაც იქნება ნდობა, სამართლიანობა და ერთგულება. ხო.
მორგანა მაცადე, მორგანა. მოიცადე. სადაა და მოვა. ხო, კიდევ რას მეტყვით? სიახლეები, სამომავლო. სამომავლო თქვენი გეგმები. მეგობრებო. სამომავლო თქვენი გეგმები. ხედავთ ხო რაც წერია? პრიმერ საвершенства, სრულყოფილება, სიხარული, სიყვარული და გაკვირვებები, გაოცებები. კიდევ რას მეტყვით კიდევ? ხა იზაბილие, богатство, свобода, თავისუფალი, ანუ ხვდებით ხო რაზეც საუბრობთ ახლა? არა მარტო თქვენ დასტაც ამას ამბობს, რომ აი ესეთი გაოცებებით, სავსე ენერგიით, სავსე სიყვარულით, ერთგულებით და ესეთი თავდადებით ურთიერთობა გინდათ თქვენ მხოლოდ. სხვაზე არ თახვდებით. ყველაფერი ან არაფერი. ხა აი ესეთი გინდათ. ან ყველაფერი ან არაფერი. კიდევ ხო სადაც იქნება საერთო ინტერესები. არ იქნება ეს მესამე პირები. ეს მესამე პრობლემა არ იარსებებს. ამის გარეშე. მხოლოდ ორი თქვენ და ის და თქვენ. მხოლოდ. გამადნი დუხ საერთო ინტერესები. ხო, цели ინტერესი ოფში. ხო, აი ესეთი. კიდევ მეგობრებო. კიდევ მირუმირ. მშვიდობა სამყაროში ეს გინდათ. სერიოზულად ფიქრობთ ესეთ ურთიერთობაზე, სერიოზულად შეხვალთ. ესეთ ურთიერთობაში სხვანაირშია და მართალია, სამართლიანია. აი ეს არის ზუსტად სამართლიანი გადაწყვეტილება მეგობრებო. ხა? ამით იქნებით თქვენ ბედნიერები, ამით იქნებით თქვენ გაოცებულები და ეს იქნება თქვენი აი ისეთი ურთიერთობა, სადაც ყოველთვის იქნება სითბო ყურადღება და ბედნიერება. საჩუქრები, ხიარულება და ერთგულება. ნახეთ? რა წერია ბოლო სიტყვა? პრედანность, ერთგულება. ასეთ ურთიერთობაზე ფიქრობთ მოკლედ მეგობრებო. რამდენიც არ უნდა მოვიღო, ამოვიღო კარტი, იმდენი ამას ამბობს. არანაირი წარსულის დაბრუნება, ბევრი თქვენთაგანი ვსია, უკვე წარსულიდან რაც არ უნდა დაგვირდეთ, რაც არ უნდა გაგიკეთოთ ადამიანმა წარსულს აღარ იბრუნებთ. ძალიანაც კარგი, თქვენი შეხედულებებია ასეთი. ხო. აბა მეგობრებო, როგორ ხართ? ხო, 2 წუთი დავისვენოთ და გავაგრძელოთ ახლა. ახლა ჩაიფიქრეთ პარტნიორი, მაგალითად. ვისაც გინდათ. ვინც გინდათ, ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო, იქნებ აღარ გინდათ ამ პარტნიორზე საუბარი საერთოდ და ვინმე მეგობრის ჩაფიქრება გინდათ. ან დაქალის, ან ძმაკაცის, ან დედმამიშვილის, მეზობლის, ნათესავის, რა ვიცი. თუ გინდა დაიბრუნე რა პრობლემა? ვინ გიშლის? არავინ არ გიშლის, ხო და აღარ ჩაიფიქრი ახლა მაგი ვინც გინდა რომ დაიბრუნო. არც მაგაზე ინერვიულო, ჩემო კარგო. ჩაიფიქრეთ, პიროვნება იმედია. ჩაფიქრებული გყავთ, რა ვიცი, ვისაც როგორ გსურთ და ნახოთ ახლა თქვენი პარტნიორის თუ ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები, რა ხდება მასთან? ვინ არის ის? ადამიანი, რომელიც ახლა იმყოფება მარტო, ადამიანს, რომელსაც ახლა აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, ფსიქოლოგიური პრობლემა, ადამიანს, რომელსაც აქვს ახლა სტრესული ფონი და ნერვიული ფონი. აი ესე შეიძლება იყოს ჩაკეტილი ოთახში და ესე ბნელ ოთახში იჯდეს მეგობრებო და არავინ და არაფერი აღარ უნდოდეს. ესაა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ხო. კიდევ რა ხდება მასთან?
არავის არ ეუბნება. რატომ არის ასე? რა ხდება მასთან? ამას არავის არ ეუბნება. მეც მეუბნება, რომ არ ვთქვა. რომ არ მოგიყვეთ მის შესახებ არაფერი ამას ამბობს. და უცებ მომაკეტია მეგობრებო. ხედავთ ხო? იმდენად ცუდათა ეს ადამიანი საერთოდ არაფრის თქმა და საუბარი არ სურს. არაფრის ახსნა განმარტება არ სურს, არაფრის თქმა არ სურს, საერთოდ არ უნდა რომ ვინმე რაიმე იცოდეს მის შესახებ. თქვენი პარტნიორი. ეს ადამიანი შეიძლება ეხლა არავისთან არც კონტაქტობდეს. გეტყვით, აბა რას ვიზამ, ეხლა მეორე დასტას მოვიტან, წეღან რომელიც გადავდე იმას. ხა. როგორა თვარეშია. ამ დასტით არ გავაგრძელებ, ოღონდ მეგობრებო. ამ დასტით უკვე აღარ გამოვა. მეორეს მოვიტან ამ შემთხვევაში. ხა. აი მეორე. კარმა მოუკაკუნა თქვენ პარტნიორს. ბოდიში მარა. რაღაც დიდი ვალი მართებს თქვენი ამ ადამიანს და მოუკაკუნა კარმა. ძალიანაც კარგი? კარგი, იმიტომ რომ ვალია. სამყაროს ვალი მით უმეტეს. ძალიან მძიმე ტვირთია. ერთხელაც რაღაცა დააშავა ამ ადამიანმა. უბრალოდ როგორ საუბრობს კარტები მეგობრებო. ხედავთ, ამ კარტმა თქვენთან საუბრის უფლება არ მომცა, უცებ გავიქნიე. ეხლა მოვაბრუნე. ხა, კარმა დაუბრუნდა მეგობრებო. კარმა არის კარგიც და კარმა არის ცუდიც. ამ ადამიანს ცუდად დაუბრუნდა. კარმა, კარგი კარმა ცუდი არაა მეგობრებო. კარმის სიტყვის არ შეგეშინდეთ. მაგ მხრივ, რომ რაიმე ცუდს ნიშნავს. რაც გაქვს გადასახთელი, ისა ვალი. კარმა. კარგი კარმა თუ გაქვს, კარგ ვალს გადაიხდი. ცუდი კარმა თუ გაქვს, ცუდ ვალს გადაიხდი. ამ ადამიანს ცუდი აქვს გადასახთელი და გამოსასყიდი. ხა. ამ ადამიანმა ერთხელ თქვენგან ძალიან ცუდად წავიდა. ხა. ამ ყველაფერს არავის ეუბნება. თუმცა ძალიან ცუდადაა. ხა. ძალიან ცუდადაა. კიდევ რას გვეტყვის? ხო, ისე იცოდეთ, რომ გითვალთვალებთ სოციალურ ქსელში. ძალიან განდეგილის პოზიციაშია, კი, აქაცაა. და აქაცაა. განდეგილი. მეგობრებო. ეს ადამიანი გიყურებთ შორიდან, რომ ხართ ძალიან სექსუალურები, ძალიან მიმზიდველები, ძალიან ლამაზები ხართ, სიმპათიურები ხართ, ვინც მიყურებთ, იქნებ მამაკაცებიც მიყურებთ, იქნებ არა მიყურებთ. კი. ხო. ესეთებს გხედავთ, თქვენი პარტნიორი. ეს ადამიანი თითქოს რაღაც ახალ შესაძლებლობებს, გარისკვაზე საუბრობს, რისკზე საუბრობს. ან თქვენთან მიმართებაში შეიძლება რამე გარისკადა, იმიტომ არასწორად გარისკადა, იმიტომა ესე ახლა, ესე შეიძლება იყოს. მეგობრებო, მოკლედ ცვივა კარტები. რაც ვთქვი ახლა? გარისკა შეცდომა. რაც გარისკა შეცდომა იყო. რა ვთქვი მეგობრებო, ხა და კარტი ამოვარდა. კიდევ მისი ენერგიები კიდევ რა ხდება მასთან? კრიზისი აქვს. ძალიან ცუდათაა. ბოლო წვეთი აქვს დარჩენილი. ბოლო წვეთი, последняя капля. აი, აგერ წერია. последняя капля. ხო, და სადაცაა გასკდება. ხა,
ძალიან ბევრი ამ ადამიანს ძალიან ბევრი დამალული საიდუმლოებები აქვს, რასაც მართლა არავის არ უმხელს. აქ აი ხო ხედავთ, აქ არ უნდოდა რომ მესაუბრა იმ დასტით და აგერ ამოყო თავი ახლა აგერა. ძალიან ბევრი. თქვენ რო ვერ წარმოგიდგენიათ ისეთი რაღაცეებიც. შტოლიბა. კიდევ რას გვეტყვის? ეხლა გზნობს თავს მიტოვებული, მიგდებული, უგულველყოფილი, პაკინუტი, დატოვებული. ხო, არა და ნახეთ, მისი სახე მოგწონთ. ესეთი ადამიანი ნამდვილად მისაგდებია და მისატოვებელია ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ესეთი როჟა ხო. ნახეთ, მის სახეს აქაც არ გაჩვენებთ. ეს ადამიანი ძალიან დამოკიდებულია თქვენზე. ნახეთ სურათი, გოგო და ბიჭი. ამას არ გეუბნებათ, რომ თქვენზე დამოკიდებულია. ხო. თქვენგან წასულია. ეს ზუსტად ეს იყო გუშინ. გაქცეული პატიმარი. ხო. მოჩვენებასავით ქცეული, მეგობრებო. ესეც მოჩვენებაა ჩემთვის. და აქაც მაგიწია ზუსტად. Призрачный. ხო. თავის დადგმულ მახეში გაიბარო იტყვია, თავის ობობას ქსელშია გახვეული თვითონ. თავისი არასამართლიანობით ნეჩესნას ტყუილებით და რა მოგპარათ მეგობრებო, რა წაგართვათ. მაშენეჩესტვა არის ქურდობა. ვის ენერგია მოგპარათ, ვის რა მოგატყუათ, ვისგან რა წაიღო. ხო. ზოგს ფინანსები, ზოგს გული, ზოგს სიყვარული, ზოგს ენერგია, ზოგს ჯანმრთელობა აღარ გაქვთ უკვე ამის შემდეგ. ნახეთ მეგობრებო, ყველანაირი ხერხის გამოყენება. ყველანაირი ხერხი გამოიყენა ამ ადამიანმა. არ ვიცი ვინ ადამიანი მოვიდა დღეს, მე ვერ გეტყვით. მაგრამ ძალიან ცუდათაა. და წევლილი. შეიძლება ფიქრობს, ნახეთ როგორაა. ჩახანჯლული, ძალიან დიდი ტკივილს განიცდის. ძალიან დიდი ტკივილს. ძალიან შეშინებულია და ძალიან დიდი ტკივილს განიცდის. ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, ხო, მეგობრებო. სამი შაწესტვა, მეგობრებო, სამივე კარტი, სამივე გადამბული. თქვენი ურთიერთობა დასრულდა. თქვენი ურთიერთობა დასრულდა ზოგიერთებთან მაგიით, წყევლით და ჯადოებით, ხო. ეს ადამიანი აი ამით დასრულდა მეგობრებო. ხედავთ ხო? ეს არის პრივაროტი, მაგია, ესეც ხელფეხშეკრული მაგიისა. სამე შაწესტვა, ესეც მაგია იგულისხმება აქა მეგობრებო და წასვლა. დაასრულა. ხო. ასია თუ ისიანებით ათუნებლიეთ კი, თქვენ შემთხვევაში არის მაგია. ეხლა ვინ ვის უკეთებდა ეს მე არ ვიცი მეგობრებო. ვადა როგორ არ გაუდის ამ მაგიას, მაგრამ ისევ და ისევ უკეთებენ ალბათ ჩემო მეგობრებო. ყველა მაგიას 40 დღის შემდეგ გაუდის ვადა, მაგრამ ალბათ ყოველთვის უკეთებენ.
კიდევ რას გვეტყვის მისი მდგომარეობა? თუ გაიაზრა ამ ადამიანმა ეს, რომ მაგიითაა წასული. პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, არაფერს არ ამბობს. თუ გაიაზრა, აი მეგობრებო, ნახეთ, აქაც და აქაც, მესამეჯერ ამოვიდა უკვე. ეს ადამიანი ამ ყველაფრიდან გამოღვიძებას იწყებს. ახეთ რა წერია? Возбуждение, хорошее время. ბევრი არსებობს მორგანა. ძალიან ბევრი არსებობს მეგობრებო. ამ ადამიანმა შეიძლება თავზე ცუდი რამეც იფიქრა, შეიძლება თავის მოკლაც იფიქრა, რაღაც იფიქრა მეგობრებო, სიკვდილი იფიქრა შეიძლება, ინატრა. ხა. უშეთში რესტორანო, ამ ადამიანმა სიკვდილზე იფიქრა. ეს არ გეგონოთ ადვილი. მარტო თქვენი მხრიდან უნდა შეხედავთ ამ ყველაფერს მეგობრებო. ესეც არ ხართ ესეთები თქვენ და ნუ იჩემებთ. ხო, აი მაგას ვამბობ ზუსტად. რაც არ დაგინახიათ, რაც არ იცით, არ გაგიგონიათ. არც ესე არ გადაუსვათ ყველაფერს ხაზი. არ შეიძლება. ძალიან ცუდად აი დედას გეფიცებით ეს ადამიანი, არ ვიცი ცოცხალი საერთოდ როგორაა მე მიკვირს ახლა. გჯერავთ? დედას გეფიცებთ, აი როგორი გრძნობი არის სიყვარული და ის აქვს ამ ადამიანს გულში. ძალიან ცუდადაა. ეხლა ყველანაირ საზღვრებს მართავს ეს ადამიანი, არავის აღარ იკარებს, არავისთან აღარ უნდა, არავინ აღარ უნდა. ამ ყველაფრიდან განთავისუფლება უნდა, გაწმენდა უნდა და ამ ყველაფრის დამთავრება უნდა და მეორე შანსი უნდა ცხოვრებაში. მეგობრებო, ზუსტად იგივე გრძელდება რაც გუშინ. ალბათ იმის გაგრძელება გუშინდელის. ამ ადამიანს უნდა გაწმენდა, ამ ადამიანს უნდა განკურნება, ამ ადამიანს უნდა ხო, ცოდვების გამოსყიდვა. შეიძლება წმენდებსაც იკეთებდეს, ან ჭირდება, ან იკეთებდეს. ხო. ან უკვე იკეთებდეს წმენდებს და ამ წმენდების შემდეგ შანსს მიიღებს და მოითხოვს სამყაროდან, ან უკვე გაიკეთა და მეორე შანსი უნდა რომ კიდევ აიღოს ცხოვრებაში. მეორე 2006 არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთი შანსი. ხო, დაუსრულებელი გზები. ძალა გამოლეული აქვს. ძალიან დაიღალა ამ დიდი მანძილით. დრო, ძალიან დიდი დრო დაკარგა ამ ყველაფერში, დროის მანძილს ამბობს. დოლგაია დაროგა. ხა, დროის მანძილი. მეგობრებო, ეშველება ეს ცალკე თემაა, ხო, ნახოთ რაც იქნება, ნახავთ, დავინახავთ. რას გვეტყვის კიდევ? კიდევ რას გვეტყვის? ხო, კიდევ რას გვეტყვის? ისე იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ადამიანი რადგან აქ განდეგილში ამოვიდა და ამას აგერ კიდევაც ამბობს, რომ ძალიან ცუდადაა ეს განდეგილის სიტუაცია ეხლა მისთვის პლუსში წავა. იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს, ძალიან ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავს მეგობრებო და ეს პლუსში ჩაეწერება მას, ეხლა რომ მარტოა. ძალიან ბევრ რაღაცას გაიაზრებს ამ მარტოობაში ეს ადამიანი. კი. და ამიტომ არავის არაფერს არ ეუბნება. ამ ადამიანს ეხლა უნდა ესე ყოფნა, როგორცაა. საერთოდ არ უნდა რომ შეეხონ. თქვენ თუ კი ფიქრობთ რომ დაეკონტაქტოთ, არ დაეკონტაქტოთ მეგობრებო. არ შეაწუხოთ. უარეს გააკეთებთ ამით. აცადეთ. თავისით გამოვა ამ სტრესიდან და ამ სიტუაციიდან. თვითონ დაძლევს. ხა. აი ეს პროცესი მიდის მასთან ეხლა. განთავისუფლება ისცელენიე და ის კუპლენიე აი ამ მარტოობით თავის ცოდვებს გამოისყიდის სამყაროსთან. ხა. თქვენ უბრალოდ თუ გსურთ ამ ადამიანის დაბრუნება და მიღება გსურთ და გაქვთ გადაწყვეტილი, უბრალოდ თქვენ დაელოდეთ.
მეტი არაფერი მეგობრებო, სხვა მხრივ არაფერი არ გააკეთოთ. ხო. კიდევ რას გვეტყვის, უბრალოდ მინდა ჩავყვე. ხო. რას გვეტყვის კიდევ, აბა რას გვეტყვის კიდევ. პერსპექტივაში. კი მეგობრებო. ამ ადამიანს იმედი აქვს, რწმენა აქვს, რომ როგორ არა მეგობრებო. ეს ადამიანი დაბრუნდება. კი. რწმენით დაბრუნდება და მტკიცებულებით დაბრუნდება, დაკაზაწელსტვა. ოღონდ პერსპექტივაში. Состоятельный, счастье, ясная голова. ეს ადამიანი, როდესაც დაბრუნდება ისეთი ენერგიებით შეცვლილი, მამაკაცური ენერგიებით, იმედით დაბრუნდება და დაბრუნდება კონკრეტიკით, გააზრებული და გონება გახსნილი. ისე გონება დაბინდული არა მეგობრებო. ცოტა დააგვიანდება მის თქმა მინდა. ეს თქვენი გადასაწყვეტია ხარ ამდენხანს დაელოდებით ამ ადამიანს, მაგრამ თვითონ დაბრუნდება შემდგარი, სასტაიაწელნი, ბედნიერი და ამ ადამიანს უკვე ეცოდინება ზოგადად რა უნდა. თქვენთან რომ მოვა კონკრეტიკით მოვა მეგობრებო. ხო. ამით მოსვლა უნდა თქვენთან. კიდე რას გვეტყვის? ჩავაბრუნე და მაინც ამოვიდა. ძალიან ემოციური ფონი აქვს. ხო, რა უნდა მეგობრებო და მშვიდობა უნდა კი. ნუ ეხლა რატომ წავიდა მაგას გავარკვევთ, ეხლა ჩვენ ტაროს დასტვით, მაგრამ ეს არის მისი ენერგიები, რასაც ეხლა ჩვენ მკითხულობთ მეგობრებო ამ დასტებით. ამ დასტებს ძირითადად ვიყენებ ენერგიებისთვის. ხო, ეს არის იმის დასტა, თუ რას გიმალავთ თქვენი პარტნიორი. რასაც არ გეუბნებათ, ნახეთ? ეს ამის დასტა და აქ წერია скрытие секреты сердца. ანუ რა აქვს ამ ადამიანს გულში, რას გიმალავთ, რასაც არ გეუბნებათ. არ გეუბნებათ, აი ამ ყველაფერს, რაც ახლა იყო აქ თქმული, მეგობრებო, ასე რომ სიამაყის გრძნობა აქვს და იმიტომ არ გეუბნებათ. ამაყია ძალიან. მაგრამ დაბრუნება უნდა. აი როგორ უნდა დაბრუნება. აი მეგობრებო. აი როგორ უნდა დაბრუნება. მე ამ კარტით უკვე მეც აღარ ვიტყვი ამის შესახებ. აი ესე უნდა დაბრუნება მას და აი ესე ყოფილიყოს და სხვათა შორის ძალიან კარგი იმედები და მიზნები აქვს ამ ადამიანს. მეორე შანსი, აი უბრალოდ ხო, აი იმიტომ მითხრა, აქ არაფერი არ მეთქვა. ეხლა მივხვდი რა მიზნები აქვს ამ ადამიანს. აი ამ დასტით თქმის უფლება არ მომცა. ამ ყველაფერს თქვენ არ გეუბნებათ. აი ზუსტად მაგაშია საქმე. არ გეუბნებათ მეგობრებო. ამ ყველაფერს ისე გააკეთებს ეს ადამიანი, საერთოდ არ გეტყვით არაფერს. მის გეგმებზე არ გეტყვით, მის სურვილებზე არ გეტყვით, მის ახლანდელ მდგომარეობასაც კი არ გეტყვით ეს ადამიანი და უბრალოდ რომ დაბრუნდება, თუ გექნებათ სურვილი, მიიღებთ. არ მიიღებთ, ეხლა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა მეგობრებო. ეს უკვე სხვა თემაა. ხო, ამიტომ ამ კარტს დავტოვებ და ამ კარტით გავაგრძელებ ჩემო ძვირფასებო და ისე რაც სურს ამ ადამიანს, აი ესაა. უბრალოდ ამაყია. ძალიან ამაყია და ამ ყველაფერს იმიტომ არ გეუბნებათ, აი მისი სურვილები. დაბრუნება და გაერთიანება, ურთიერთობა, ოჯახი, სიახლოვე. ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის დაბადება, შობადობა, რა ვიცი მეგობრებო. ხო. რაც გქონდათ დაგეგმილი, რაც გქონდათ ამ ადამიანთან სურვილები, ამის სრულებას აპირებს. ახლა რამდენად გჯერავთ, ეს ჩემი პრობლემა არაა. ჩვენ გადავხედეთ მის სურვილებს. სურვილები ძალიან კარგი აქვს. ხო.
და იმედია კიდე რომ მოიყვანს ამ ყველაფერს სისრულეში. ანარჩენებს ახლა გავაგრძელებთ, ხო? აი ამ ჩემს დასტებზე გავაგრძელებ ახლა მეგობრებო. მოკლედ ჩემოძვით ასე რომ საღამო მშვიდობის ყველას. მოდი ვკითხოთ რატომ წავიდა. გამოჩნდება მეგობრებო, აუცილებლად გამოჩნდება რატომ წავიდა. დავიწყოთ ახლა რა არის ის, რასაც არ გეუბნებათ პარტნიორი. მე არ ვიცი ამას რას დავარქმევ სათაურს დღევანდელ ლაივს, მაგრამ დრო და დრო გამოჩნდება მეგობრებო. ხო, ნახოთ მე ერთ სიტყვა კოდს დავიჭერთ და ნახოთ რას გვეტყვის. რა არის ის, რასაც გიმალავთ პარტნიორი. ვაი, ხო, ძარღვია მიწვა. რა არის ის, რასაც გიმალავთ პარტნიორი? რას გიმალავთ პარტნიორი? აინტერესოა უკვე. პარტნიორი იმას გიმალავთ, მეგობრებო, რომ უნდა ბალანსი ურთიერთობაში და უნდა ყველაფრის თავიდან დაწყება. ქურუმი ქალი, თავიდან დაწყება ახალი წიგნი, ახალი ფურცელი სუფთა ფურცლიდან. ხო. კიდევ. რა უნდა თქვენ პარტნიორს, რას გიმალავთ? ამაზე ფიქრობს. გამოსავალს ეძებს ამ სიტუაციაში, ეხლა რაც არის. თქვენი პარტნიორი. კიდევ. ხო, პასუხისმგებლობის აღებას ფიქრობს მეგობრებო. თქვენი პარტნიორი ფიქრობს აი ესე პასუხისმგებლობით მოვიდეს თქვენამდე. გეუბნებით ეს ადამიანი არ დაგანახებთ ამ ტანჯვა წამებას შიგნიდან რაც აქვს მას, მაგრამ მოდის. ამაზე ფიქრობს. ხო. კიდევ რა არის, რას გიმალავთ? გიმალავთ იმას, რომ ჭკუაში რაღაც მოტყუებული დარჩა. მოკლედ მოტყუებული დარჩა. იმედგაცრუებული დარჩა და ძალიან წუხს ამაზე. რის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი და რის ფასად ხდება ახლა ამ ყველაფრის გამოსწორება, ამას ამბობს. კიდევ. ხო, გაუგებარია ახლა მისთვის ეს ყველაფერი. იცით როგორ მიდის, მაგრამ სად მიდის არ იცის მისი ცხოვრება. სადღაც მიდის მისი ცხოვრება და მიყვება ყველაფერს თვალდახუჭული, მაგრამ მან არ იცის სად მიდის. მოდი ვკითხოთ ახლა, საით მიდის მისი ცხოვრება. ვკითხავ ახლა მეც, საით მიდის მისი ცხოვრება, სად მიდის მისი ცხოვრება. გაუცხოვება რა მხრივ მის წარსულთან. გაუცხოვება. ხო, ნახეთ. ამ ადამიანს იმდენად ეჩქარება საღაცა, იმდენად ეხლა ეს სიტუაცია მისთვის უცხოა, ხო? იმდენად ეჩქარება საღაცა, რომ აი ამ ყველაფრიდან როგორ გამოვიდეს, იმას ფიქრობს. ეშინია დაგვიანების. ხო, მოჩქარეს, მოუგვიანდესო, აი ზუსტად ეს ჭირს ეხლა თქვენ პარტნიორს. რა ხდება მის ცხოვრებაში? რატომ წავიდა? რა მოხდა? რაღაცაზე იყო დამოკიდებული ეს ადამიანი. რაღაცასკენ მიისწრაფოდა, რაღაცის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა. რისი სურვილი ჰქონდა? ხო, აქ შეიძლება იყო კიდე დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, იქნებ რაღაც ოჯახში ისეთი რაღაცა ჰქონდა სიტუაცია, რაც თქვენ არ იცით, მეგობრებო. და მეორეა ისევ კიდევ რომ ეს ადამიანი შეიძლება თავისი ოჯახის წევრებზე ძალიან ზეგადამეტებული მზრუნველია. იმდენად დამოკიდებულია თქვენს პარტნიორზე, თავისი ოჯახის წევრობანათ ესაობა არ ვიცი ვინ ყავს სიახლოვეს, ის ადამიანები იმ ადამიანების ცხოვრება დამოკიდებულია შეიძლება ამაზე, თქვენს პარტნიორზე, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანზე. ამიტომ მოხდა მისი წასვლა რაღაც მოულოდნელი წასვლა თქვენი ცხოვრებიდან. ხო, იქ რაღაც არასტაბილურობა ჰქონდა,
რაღაც პერიოდი ქონდა ისეთი, სადაც ქონდა არასტაბილურობა, ფინანსური პრობლემები ქონდა, მატერიალური პრობლემები ქონდა და ამ ყველაფერმა შექმნა ამხელა დიდი პრობლემა. ოჯახის აზრის გამო, ოჯახის აზრი, ხო, რაღაც იყო, მეგობრებო, ეხა ეს საჯაროა და მე არ ვიცი ხა ვისთან რა იყო, მაგრამ ბევრთან ოჯახის წევრების გამო, ბევრთან სიტუაციის გამო, მატერიალური პრობლემები. ის რაც თქვენ არ იცით. ხო, რაღაც შეიცვალა მაშინ უცებ და ამიტომ წავიდა თქვენი პარტნიორი უცებ. მაგრამ ამბობს რომ წავედით დიდი სიყვარულითო. თან დიდი სიყვარულით მეგობრებო. ჩავაბრუნებ ამ კარტს. კარგით. კარგით, ასეა თუ ისეა რაღაც მაინც გავიგეთ. ხო. მოდი ახლა ვკითხოთ. ხვავი და ბარაკა. მოდი ახლა ვკითხოთ კარტს. მოკლედ არ მაცდის მეგობრებო, კითხვის დასმას არ მაცდის. რას მოიმოქმედებს ახლა ეს ადამიანი? რას მოიმოქმედებს ახლა ამ ყველაფრის შემდეგ? თქვენს თვალში პრესტიჟი დაკარგა ამ ადამიანმა, თქვენს თვალში წარმოდგენა დაკარგა ამ ადამიანმა, ამას მეუბნება. ძალიან გადავაჭარბეო, ამას მეუბნება. ხო, მეტის მეტი მომივიდაო. კიდევ? ხო, და ურთიერთობის გაწყვეტა. ხო, ძალიან ნანობს ამ ყველაფერს. მეგობრის ან საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ურთიერთობის გაწყვეტა. ხო. კიდევ რას გვეტყვის? კიდევ მეგობრებო რას გვეტყვის? პაუზა, თქვენი ურთიერთობა არის პაუზაზე მეგობრებო. ურთიერთობა შეიძლება გაწყვეტილია, მაგრამ ეს არის პაუზა, დასასრული არაა მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში თქვენი პარტნიორი ესე თulis, თქვენი არ ვიცი, მაგრამ თვითონ ესე თulis. მას არ უნდა ურთიერთობის დასრულება. იმედის გაცრუება სხვების ჩარევით. არ ხო გეუბნები რაღაც სიტუაცია იყო, მეგობრებო. ადამიანების ჩარევებით, სიტუაციის რაღაც სიტუაციით, რაღაცით, იმით, ვის რა მიზეზი გაქვთ მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში ეს არ იყო მისი სურვილით. რაღაც სიტუაცია მოიტანა. ზოგთან სიტუაცია მოიტანა, ზოგთან გარემოება მოიტანა, ზოგთან ჯადოება მოიტანა. ვისთან რა მეგობრებო ეხლა თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ძალიან ბევრი ხართ და ახლა. ხო. ამ ადამიანს ძალიან უნდა წარსულის დავიწყება, წარსული ტკივილების დავიწყება. და ამბობს რომ მე დრო ყველაფრის მკურნალიაო, ანუ ყველაფერი შეიძლება იყოს კარგად. ეს ადამიანი უარს ამბობს განმეორებით შეცდომებზე. მოდი ესე ვიტყვი. ხო. თუ რაღაცებს აკეთებდა თქვენ და გასაკვირად ისეც რაც თქვენ არ მოგწონდათ, ამბობს რომ უარს იტყვის რაღაცეებზე. კი. ოღონდ წარსული დაივიწყოს, წარსული დაასრულოს, ეს ცუდი სიტუაცია დამთავრდეს. და ბევრ რაღაცაზე უარს იტყვის, ანუ შეცვლის რაღაცებს დათმობს. თვითონ ასე ამბობს. ახლა მე არ ვიცი, მაგრამ თვითონ ესე ამბობს. ხო. ახლა მინდა ვკითხო კარს, თუ გამოუვა მას ეს რაღაცები. თქვენთან მიმართებაში თუ გამოუვა, თუ არის სანდო ეს ადამიანი.
ძალიან შიში აქვს მასაც. აი მეგობრებო. მას შიში აქვს რომ არ გამოვიდეს. ამის შიში აქვს მას. იმდენად მოჯაჭულია თქვენთან. აი ძალიან უთქვენოთ ეს ადამიანი არ ამგონია. წარუმატებლობის შიში აქვს თქვენთან. ამ ურთიერთობის დაკარგვა არ უნდა. აბა კიდევ რას გვეტყვის? რას გააკეთებს ამისთვის? რას გააკეთებს? რას გააკეთებს? ამ ადამიანს თქვენთან ოჯახი უნდა. ამ ადამიანს თქვენთან ხავი და ბარაკა უნდა. ოჯახის შექმნა უნდა, მემკვიდრეობა, სულიერი და მატერიალური სიმდიდრე უნდა. ოჯახის დაცულობა უნდა. ყველაფერი უნდა. ნახეთ როგორ დაჭდა. აი? ნახეთ ახლა. აი ესე ხო იყო მეგობრებო. აი ნახეთ ახლა აქ რა ხდება. უარყოფითი შეცვლა უნდა დადებითად. უარყოფითი სიტუაციის შეცვლა უნდა დადებითად. ხო, აი სად დაჭდა ეს დაცილება შეცვალოს შერიგებით, დაბრუნებით და გაერთიანებით. ხო, საერთო ინტერესებით. კიდევ რაო? კიდევ რას გვეტყვის? ხო, მეგობრებო. ა ბატონო. ეს ადამიანი ძალიან ეცდება, ყველანაირად ეცდება. ხა ამ ყველაფერს თვითონ არ გეტყვით. თქვენ ამ ყველაფერს მისგან ვერ გაიგონებთ ამ სურვილებს. უბრალოდ ის გააკეთებს. ეცდება. ახალ ალიანსებს, ახალ შანსებს, ახალ გზებს გამოძებნის. შეიძლება ბევრთან მოულოდნელი საჩუქარით გაგიკეთოთ, მეგობრებო. ხო. კიდევ როგორ დაბრუნდება. კიდევ როგორ დაბრუნდება. როგორ დაბრუნდება კიდევ. ამ ურთიერთობაზე მუშაობით. იმას, რასაც ეხლა დღესდღეობით ვერ აკეთებს და არ ხდება ამაზე, ანუ მალე გამოჩნდება შედეგები. მალე დაინახავთ მეგობრებო თქვენ ამ ადამიანს და მის აქციელებს. თვითონ ესე ამბობს, ძალიან მალე. აქ მომდან რა კარტია დასვენების პიკნიკის კარტი, სადღაც დაგპატიჟებთ, სადღაც რაღაცას შემოგთავაზებთ. რაღაცას მოგიწყობთ ეს ადამიანის შეხვედრას მოგიწყობთ, სადღაც დაგპატიჟებთ, რომანტიულ საღამოს მოგიწყობთ, რაღაცას მოგიწყობთ. რაღაცაზე შეთანხმდებით. უფრო სწორად კი არ შეთანხმდებით, ეს ადამიანი გაგიკეთებთ მოულოდნელ საჩუქარს. კიდევ რას გეტყვით, რას გააკეთებს? ოხ როგორ ნერვიულობს. როგორ გითვალთვალებთ მეგობრებო. აი ნახეთ როგორაა. თქვენი შემხედვარე ესე ძალიან ცუდათაა. გიყურებთ და ესე ცუდათაა. ამ ადამიანმა იცის რა საკეთებთ თქვენ. თქვენ რითი ხართ დაკავებული იცის, თქვენ რო სტაბილურად ხართ თქვენ ცხოვრებაში, ესეც ძალიან კარგად იცის. ნუ ასია თუ ისია რაღაცას გამომუშავებით მუშაობთ. ხო. ძალიან ევედრება უფალს ძალიან ევედრება მეგობრებო. რო თქვენთან მოსვლის საშუალება მიცეს, რომ მოგელაპარაკოთ, აი მეგობრებო, თქვენ მას ელოდებით. თქვენი ქვეცნობიერი ელოდება. ხო. თქვენი ქვეცნობიერი ამ ადამიანს ელოდება. კი გაქვთ კოშკი, მაგრამ ეს დასასრული არაა. ეს გაგრძელება. რაღაც ეტაპი დასრულდა თქვენთან. რაღაც ეტაპი დასრულდა. ხან ყურეთ ახლა რა იქნება. ამ ეტაპის დასრულებიდან უკვე ესეთი რთული აღარ იქნება თქვენთვის პირადად მეგობრებო, ვინც მისმენთ ახლა ეს სიტუაცია.
თქვენთვის რთული აღარ იქნება. იმდენად რთული აღარ იქნება უკვე მისი ყოფნა არ ყოფნა თქვენ ცხოვრებაში. ასეა თუ ისეა თქვენ გადალახეთ, მაგრამ ეხლა ამ ადამიანმა უნდა მოიყვანოს საკუთარი თავი ბალანსში. უნდა მოინდომოს ძალიან. რომ ურთიერთობაში ბალანსი დაიბრუნოს. სულ ახსოვხართ, სულ გიხსენებთ. სამართლიანად თან მეგობრებო. კი, იბრძოლებს ამისთვის 4-იანების 5-იანების კვერთხები. ხო, ბრძოლა, სურვილი აქვს, მაგრამ შიში აქვს რომ არასრულდეს. კარგი, მოდი ახლა მინდა ვკითხო კაცს. სამყარო თუ მიცემს ამ ადამიანს უფლებას რომ დაბრუნდეს თქვენ ცხოვრებაში. სამყარო თუ როგორ ნერვიულობს მეგობრებო. სამყარო თუ მიცემს ამ ადამიანს თქვენ ცხოვრებაში დაბრუნების უფლებას. აი როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას. არეულობა, მარტოობა, შეცდომები, მოტყუება, თვითონაა ძალიან მოტყუებული ახლა. თუ მიცემს სამყარო უფლებას. კი, მეგობრებო. მინდა გითხრათ რომ კი. კი. მნიშვნელოვან ამბავს ელოდეთ მისგან, მნიშვნელოვან საქციელს ელოდეთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდეთ, რაღაცას ელოდეთ მისგან. განოლება, ეს არის განოლება. რისკზე წასვლა და განოლება, ახალი ეტაპი, დასაწყისი. აი ეს აქ ტყულა არა მოვიდა. ეს არის დასასრული და ახალი ეტაპის დასაწყისი. ხო, ასე რომ ელოდეთ. ხო. ეს ადამიანი აუცილებლად აიღებს ერთ შანსს კიდევ სამყაროდან და სამყარო მიცემს ამ შანსს. კარგით. როგორ გამოიყენებს ამ შანსს თქვენი პარტნიორი, მაინტერესებს ახლა. როგორ გამოიყენებს? ჩავაბრუნე ამოვიდა. როგორ გამოიყენებს? მეგობრები, ეხლა ამ წუთას ამ ადამიანს ფანტაზიის უნარიც არ აქვს, როგორ გამოიყენებს ამ სიტუაციას, მაგრამ ამბობს იმას, რომ მარტოა. ეხლა მასთან არავინ არაა და აქაც ჩანს ძალიან კარგად, რომ მასთან არავინ არაა, მეგობრებო. აი, აქაც ჩანს, რომ ამ სიტუაციაში ეხლა მასთან ნამდვილად არავინ არაა და ვერ იქნება ვერავინ. განმარტოებულია აქ. ამიტომ ეხლა ისეთ სიტუაციაშია, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი, მეგობრებო, ამ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, რომ ყველაფერი გამოუვა მას. ხო. კიდევ რას გვეტყვის? კიდევ რას გვეტყვის? ორიოდეს სიტყვა. კიდევ რას გვეტყვის? ორი კარტი ამოვიდა. ნახეთ მე, აი მეგობრებო, რატომ მიყვარს ეს დასტა? ნახეთ ქვემოდან. ეს ადამიანი ჯერ ახლა ფიქრობს, საიდან მოგიდგეთ, როგორ მოგიდგეთ, რა ხერხს მიმართოს. იქ ამოგვივიდა ჩვენ თავში მიდის, მაგრამ გაურკვევლად მიდის, სად მიდის, მანც არ იცის. რა გზას ადგია, მანც არ იცის, ადგანა, ხო, ანუ გაურკვევლობაშია, მაგრამ მიდის, მაინც მიდის. ანუ აქ ჩანს ახლა, რომ ეს ადამიანი ამ სიტუაციას სწავლობს, აკვირდება. ეს ადამიანი არის ძალიან ბევრი იდეების მატარებელი, ძალიან ჭკვიანია, მეგობრებო. არ გეგონოთ უჭკუო. ხო, ეს ადამიანი ახლა ფიქრობს, რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, აი, ანუ ახალ იდეებს ფიქრობს, ახალ რაღაცებზე ფიქრობს იქედან საიდანაც წავიდა. ეს წასვლის კარტია, მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან რა არის? იქ უნდა დაბრუნება. საიდანაც წავიდა, იქ დაბრუნდება, მეგობრებო.
მე არ მეჩხუბოთ ამის გამო. თუ არ გინდათ, ნუ მიიღებთ და ნუ მოისმენთ ამ ინფორმაციას, მეგობრებო. გაატარეთ. არ გაამახვილოთ ჩემს სიტყვებზე ყურადღება, თუ არ გსიამოვნებთ ამ ადამიანზე, რასაც ვსაუბრობ ახლა მე. და თქვენთვის თუ მიუღებელი, არ ინერვიულოთ ამაზე. ხო. ეს არის მისთვის ძალიან დიდი დანაკარგი. ამ ადამიანმა ძალიან კარგად მიიღო ბუმერანგის სახით უკან ამ ცოდვებზე, რო იტყვიან, მოდი, რაღაცა ჩაუკაყუნა სამყარო მას. ხო. იქ სადაც წავიდა, როცა არასწორად წავიდა და რაც არასწორად გააკეთა. სამყარომ მიუკაყუნა მას კარებზე, რომ არასწორად იქცევიო, მეგობრებო. გეგმები ჩაიშალა. გაუცრუდა იმედები. ეს იყო ზუსტად ბუმერანგი მისი. ხო. ეს ადამიანი ძალიან ბევრს კამათობს თქვენზე. ძალიან ბევრს ბრძოლობს და იბრძოლებს თქვენზე. ხო. კიდევ რა? და კიდევ ეცდება თქვენთან ბედს. ავიცი ხა, რამდენად მისაღებია თქვენთვის, ამას მე ვერ გადავწყვიტავ. მაგრამ თვითონ ეცდება, მას აქვს სურვილი. თქვენ გადაწყვიტეთ მერე. რა უქნათ მაგალ ბავს, მე არა. ხო. მოდის პრაქტიკულად, მოდის სამუშაოდ და მოდის თავისი ოცნებების აი ესე ასაშენებლად კიდევ. კი. მეგობრებო, ოჯახი. ხო, არაფერი არ უნდა ქნა, შენი გადასაწყვეტია. ამ ადამიანმა თუ დაგპირდათ ოჯახი შექმნა, აუცილებლად აასრულებს ამას. ამ ადამიანთან თუ, მეგობრებო, ამ ადამიანთან თუ ოჯახი გქონდათ, დაბრუნება ამ ოჯახში. აი ნახეთ როგორ საუბრობს კარტი. იქ დაბრუნდება საიდანაც წავიდა. იქ დაბრუნდება საიდანაც წავიდა. ხო, მეგობრებო. ხო, ეს ასე ამოვიდა. იქ დაბრუნდება საიდანაც აქედან წავიდა. დაბრუნდება ოჯახში. იქ დაბრუნდება საიდანაც წავიდა. ხო. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაცა გაითავისა, ძალიან ბევრი რაღაცა გაიაზრა, რომ თქვენ ხართ მისი დანაკარგი. არა სრულყოფილებაშია, მეგობრებო. მაგია, მეგობრებო. манипуляციები და მაგია. ვისთან манипуляტორია და ვისთან მაგია. ვისთან манипуляტორი და ვისთან უყურეთ, ესეც манипуляტორის კარტია. მაგრამ ეს უფრო მაგის კარტია, მაგიის. ეს манипуляტორის კარტია. ვისთან მაგიებია და ვისთან манипуляციები, მეგობრებო. ხო. თქმა და კარტის ამოსვლა მერე ერთია. ჩემო ძვირფასება, ასე რომ. ხო, თქვენ კი ყოყმანობთ. თქვენი რეაქცია ყოყმანი. თქვენი რეაქცია დანაკარგები. თქვენი რეაქცია პატივმოყვარეობის შელახვა, გაბრაზება, იმედის დაკარგვა მისგან. ყოყმანობთ მის მიღებაზე. ფიქრობთ, მინდა? არ მინდა, მინდა? არ მინდა? ხო, ძალიან ბევრი უარყოფითი რაღაცები გახსოვთ. კარგი აღარ გახსოვთ არაფერი, მეგობრებო. მე ხლა იმაზე არ ვსაუბრობ, იყო თუ არ იყო რამე კარგი. თქვენ არ გახსოვთ კარგი, ან არ გინდათ რომ უკვე გახსოვდეთ. ამ ტკივილებმა იმდენად დაძლია, რომ კარგი არაფერი აღარ გინდათ რომ გახსოვდეთ, ან აღარ გახსოვთ. ხო, არ ვიცი, ერთი წუთით. ხო. თქვენი რეაქცია. ეხლა გახსოვთ თუ არ გახსოვთ კარგი? ხო, მე გეტყვით ეხლა ერთს. ის სიტუაცია ეხლა რაშიც ხართ, არც ეს განიჭებთ დიდ ბედნიერებას, მეგობრებო. მოდი ამას ვიტყოდი. არც ამით ხართ ბედნიერები და კმაყოფილები.
აი რაც ეხლა გაქვთ თქვენ არც ამით არ ხართ კმაყოფილები. კიდევ პრობლემებში ხართ თქვენც. არეულ-დარეულები ხართ. პრობლემებში ხართ. ნეგატივში ხართ. თქვენც ნეგატივში ხართ. თქვენი რეაქცია. ცვლილებები ამ ადამიანის წასვლამ მოგიტანათ ძალიან ნახეთ მეგობრებო. ამ ადამიან გეუბნებით, საიდანაც წავიდა ეს ადამიანი, იქ დაბრუნდება. ხო წავიდა ეს ადამიანი, ეს წასვლის კარტია. ხედავთ, ხო? მოულოდნელი ცვლილება, ჩხუბი, დაცილება, უთანხმოება, ურთიერთობის გაწყვეტა. ხო? ახლა ნახეთ ქვემოდან რა კარტია? ხედავთ, ხო? გეუბნებით, როგორც წავიდა ეს ადამიანი, ისე მოვა. ხო. სამყარო, მეგობრებო, რა ვქნა? სამყარო მოუშვებს. იმიტომ რომ გულწრფელად მოდის. მე არ გადავწყვიტავ ამ ამბავს. ამ გადაწყვეტილებას სამყარო მოგანდობთ თქვენ. ეს ადამიანი მოდის. ხო, თქვენ გადაწყვიტეთ. მიიღოთ თუ არა, მაგრამ თვითონ მოდის. საიდანაც წავიდა, როგორც წავიდა, ისე მოდის. ამ მანქანით წავიდა, იმ მანქანით მოდის. შავით წავიდა, თეთრით მოდის. ხვდებით ხო? ხო, შეცვლილი მოდის მეგობრებო. თქვენ დროს თუ ყავდა შავი მანქანა, ახლა თეთრით მოვა. ან პირიქით. ხო. აი ესეა ჩემო ძვირფასებო. დანარჩენი თქვენ იცით და თუ რამე მე გამაგებინეთ. აკვარ? ძალიან მაინტერესებს. ამ ყველაფერს არ გეუბნებათ თქვენი პარტნიორი. არ გეუბნებათ, უბრალოდ მოდის. მაგრამ არ გეუბნებათ, ჩემო ძვირფასებო. რატომ არ გეუბნებათ? იმიტომ რომ ესეთია თვითონ. ეხლა ურჩევნია არაფერი თქვას და ისე გააკეთოს. არ გეუბნებათ. არა, არ გეტყვით. ძალიან პრაქტიკულად მოიქცევა ამ შემთხვევაში. ხო, ხა ესე დავარქმევ ამ ჩვენს ლაივს, დღევანდელ ლაივს დავარქმევ, რას არ გეუბნებათ, რას გიმალავთ. ხო, ამას დავარქმევ მეგობრებო დღევანდელ ჩვენ ლაივს. რას გიმალავთ? რას გიმალავთ პარტნიორი? ბატონო, დაწერე რომ არ დამარიწყდეს სახელი. არ გინდათ ეს როდის და როცხა. ყოველ დღე სხვადასხვანაირი პასუხები ამოდის მეგობრებო. არ გინდათ. როდის დაბრუნდება? არც ამის თქვის უფლებას არ მაძლევს. მეგობრობა მე გამომიგზავნე და არ მწერს. შენ გამოგიგზა. მეგობრობა გამომიგზავნა და არ მწერსო. არც შენ არ მიწერო მერე. კარგით მეგობრებო, მოდი ვნახოთ ახლა ასტრაბარათები რას გვეტყვის. ასტრაბარათები რას გვეტყვის ახლა? ამასთან დაკავშირებით თუ რას გიმალავთ პარტნიორი? რას გიმალავთ პარტნიორი? მეგობრებო. და გაგიჟდები კაცი თუ გინდა. რას გიმალავთ პარტნიორი მეგობრებო? იმას გიმალავთ რომ ეს ადამიანი დადის მკითხავთან.
ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს ამ ადამიანს. ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს ამ ადამიანს. ნახეთ, რამდენი ფურცლები ყრია, იმდენი შეკითხვა აქვს, იმდენი ინფორმაციის გაგება უნდა. აი, რას გიმალავთ კიდევ? რომ დადის მაგთან. რომ მის ბედს ეძებს, კითხულობს, რა მოხდება მის ცხოვრებაში და ზოგადად ყველაფერს, რაც მის ბედს შეეხება. ხო, და ძალიან კარგია იქ თუ მივიდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ იქ მაინც გაიგებს და შეიგნებს, რომ თქვენ ურთიერთობაში რა მოხდა. ზოგადად გაარკვევს ამ ყველაფერს. ან გაარკვევს, ან უკვე გაარკვია. რას გიმალავთ? გიმალავთ იმას, რომ იყო მისული და გაარკვია. ძალიანაც კაი. რა გაარკვია? რისთვის იყო მისული? და როგორ მაინტერესებს? რა გავქნა? რისთვის იყო მისული? მეგობრებო, ამაში ძალიან ბევრი ფული გადაიხადა თქვენმა პარტნიორმა. ახეთ ხო? როგორ მიაქვს ფული? ამ ყველაფერში მან თანხა გადაიხადა. და ის გასაღები მოძებნა, რასაც ეძებდა. ის გაიგო, რასაც ეძებდა, მეგობრებო. გავგიჟდი. ის გაიგო, რითვისაც მივიდა იქ. რაც მას აინტერესებდა, ის გაიგო. და ამაში გადაიხადა ფული. ხო. კიდევ რა, რას გიმალავთ? გიმალავთ იმას, რომ თანამშრომლობა და დამოუკიდებლობა ვერ გავიგე. რას გიმალავთ? ხო, ანუ თქვენთან უნდა თანამშრომლობა, მოლაპარაკება და ურთიერთობა კამათის გარეშე. ხო, თითქოს რაღაცის მოწერა უნდა თქვენთან. ხო. ეს ადამიანი გითვალთვალებთ შორიდან, აქაც ამოვიდა ბინოკლი და გითვალთვალებთ შორიდან, გიყურებთ. შორიდან გიყურებთ, მეგობრებო. ხო, გიყურებთ თუ როგორი ლამაზი ხართ, როგორი მიმზიდველები ხართ, როგორი იმედიანები ხართ. სამყარო ხართ. ამ ადამიანის გარშემო თუ კი ვინმე სხვა ადამიანები ტრიალებენ, მეგობრებო, მაგალითად თუ კი ეჭვიანობთ თქვენ, იცოდეთ რომ ეს ადამიანი აი ამათ არ უყურებს. აი მხოლოდ თქვენ ხართ წინა პლანზე. აი აგერ, ეს ხართ თქვენ. იქ რო ვიღაცებია, იმას თქვენი პარტნიორი ყურადღებას არ აქცევს. ხო. კიდევ რაო. კიდევ მეგობრებო. დედა მეგობრებო. თქვენმა პარტნიორმა იქ სადაც მივიდა, ამკითხავთან, გავგიჟდები. თქვენი სურათი მიიტანა, მეგობრებო. აი? სურათი. თუ გაქვთ ესეთი ამ პოზაში გადაღებული სურათი, აი ესე დამჯდარი თუ ხართ სადმე, აი დააკვირდით, მეგობრებო. აი ეს სურათი მიიტანა. მთლიანად რო ჩანხართ. აი ესეთი სურათი. სადაც მთლიანად ხართ. თავიდან ფეხებამდე რო ჩანს სურათი. ესეთი სურათი მიაქვთ ხშირად. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მთლიანი სურათი უნდა მიიტანო, როდესაც მიდიხარ აი ესეთ ამბავზე. ხო.
და თქვენ იცით იქ რა გაიგო? აი რა გაიგო? რა უთხრეს თქვენზე? აი ის რაც იქ უთხრეს თქვენზე მეგობრებო, ამ მარჩიელმა ამ ადამიანს ეს იყო ყველაფერზე ზე სათქმელი. მეგობრებო, ეს უთხრა, ეს ხართ თქვენ. ესა ადამიანი ვულკანი. ესა ცეცხლის სტიქია, ცეცხლი, ქარიშხალი, წყალი, ანუ ყველაფრის სტიქია. აი ესე დაგახასიათათ თქვენ იმან, ვისთანაც იყო მისული თქვენი პარტნიორი. აი ეს გამოიკვლია ზუსტად ამ ადამიანმა ყველაფერი თქვენ შესახებ. და ბოლოს ეს უთხრა, რომ თქვენ ხართ ეს. ხო. ეს ხართ თქვენ, ეს არის ადამიანი გონება, ადამიანი სექსუალურია, ადამიანი ძალა, ადამიანი სტრატეგია, ადამიანი ძლიერი, ადამიანი გამომძიებელი, თავდაჯერებული, ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას არანაირს არ აპატიებს არავის, ცუდ გამოხედვასაც კი. ხო. შეიძლება იყოს დედა, ბებია, მებრძოლი ადამიანები ხართ მეგობრებო. ხო. აი ესე დაგახასიათათ თქვენ იმ ადამიანმა, ვისთანაც მივიდა ამის გამო თქვენი პარტნიორი. და ვისთანაც დადის. ხო. თქვენი სურათით და ამას არ გეტყვით, ამას როგორ გეტყვით მეგობრებო, ეხლა ხომ არ მეტყვით? იმიტომ არ უნდოდა რომ არაფერი მეთქვა. პირველი კარტი, რომ არაფერი მეთქვა. თქვენ ამ ყველაფერს გებულობთ ამ სფეროში. მისგან ამას ვერ გაიგებთ, ახლა ამას როგორ იტყვის? იმპერატორი იტყვის ახლა ამას? ხადაობთ? ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი არის თქვენი პარტნიორი. ხო, იქ კიდევ ძალიან ბევრი რამეებს გაიგებდა იგი, მაგრამ ყურადღება გაამახვილა მაინც თქვენზე. ხო, იქ მაგიები რო აქ გაკეთებული, იმასაც გაიგებდა, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება ქონდა გამახვილებული თქვენზე. თქვენთან რა ცხოვრება ელოდება, თუ აქვს შანსი თქვენთან, აი თუ გეკნებათ და როგორი ურთიერთობა გეკნებათ. შეიძლება ისიც კითხა შვილი თუ გეყოლებათ და ამ ადამიანს არ შეიძლება რომ შვილი არ ყავდეს, გამორიცხულია. ეს არის ბუნების ქმნილება ადამიანი. ეს არის მზის ადამიანი. მე არ ვიცი ახლა იმან რა უთხრა, მაგრამ სანამ ჩვენ ამას გავარკვევდით, ეს კარტი მანამდე ამოვიდა, რომ არაფერი არ თქვა მე თქვენთან. რომ ეს ამბები თქვენამდე არ მომეტანა. ზოგადად ამ ადამიანს არ სურს მის ცხოვრებაში რომ ჩაერიოს ვინმე. მაგრამ მე რისი ვარ აქ? საქართველოში მაქვს დატოვებული ჩემი პირველი იტალიური დასტა. პირველი დასტა, რომელიც ვიყიდე აქ. ჩემს ოჯახს გამოვაგზავნინე მეგობრებო, ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვა. ისიც რომ დამჭირდეს, იმასაც გამოვიყენებ იმისთვის, რომ ვათქმევინო რას ფიქრობს, რას ლაპარაკობთ, მე ეს გამაჩერებს, ეხლა ამის ესეთი სიტუაცია. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ძალიან მაგრები ხართ, უმაგრესები ხართ, უძლიერესები ხართ. ამ ადამიანს ვინც თქვენ დაგახასიათათ მკითხავმა, ვერაფერი ვერ მოერევა, ვერ წააქცევს, ვერ მოკლავს, ვერ გაანადგურებს. ჯერ ეს ერთი ამ ადამიანზე
ცუდ საქციელს სამყარო არავის პატიებს. ამ ადამიანის წაქცევას და განადგურებას სამყარო არავის არ მიცემს უფლებას. არავის არ აპატიებს. ამ ადამიანზე ცუდ შემოხედვასაც კი უფალი არავის არ აპატიებს. ხო, რა თქმა უნდა, ესე შეიძლება კი. თქვენი სურათი, ფოტოსურათი მეგობრებო, კი? აი? და იმ ფოტოსურათში იყავით ესეთები, ისედაც. მაგრამ იმ მან ვისთანაც მივიდა, თქვენი ზებუნებრივი ხასიათი დაუხასიათა, თქვენი ენერგიები დაუხასიათა, მეგობრებო. შინაგანი ადამიანობა დაუხასიათა და გაოგნებული დარჩა ალბათ. ბევრი თქვენგანი კიდევ შეიძლება იყოს ინტუიციურად დაჯილდოვებული ადამიანი. თქვენ სიტყვას ძალა გქონდეს, შეიძლება მეგობრებო. თქვენ რასაც ეტყვით ადამიანს, ის ემართება ზუსტად ისე. ხო. თქვენი ნათქვამი ბევრს უხდება. აი ეს უთხრა. ესეც უთხრა. თქვენ ხო არ გონიათ რომ არა? რა თქმა უნდა მეგობრებო. რა თქმა უნდა ძლიერები, აბა ამას ვერავინ ვერ მოერევა მეგობრებო. ამ ადამიანს ვერავინ ვერ წააქცეს. ესე ბავშვით იომებს და მის ბავშვს არაფერი მოუვა. ერთი ნაკაწრიც არ ექნება. ხო. იომებს, იბრძოლებს და მიშვის ერთი ნაკაწრიც არ ექნება. გაიხარეთ მეგობრებო. ენერგიები მოდის ესეთი და რაც მოდის იმას ვამბობ, ჩემო ძვირფასებო. მხოლოდ ამის წაკითხვა, ჯერ ეს ერთი ამის ხო ერთმა დამიწერა, მაგის წაკითხვასო რა უნდაო? აბა თურმე, რა უნდა? წაკითხვას და ამის დალაგებას უნდა ზუსტად საქმე. ხო, მეგობრებო, ენერგია უნდა წაიკითხო თორე. ენერგია. დაწერილის წაკითხვას რა უნდა? ზოგი იმასაც ვერ კითხულობს. ასე რომ, ხო, ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი, როგორც ყოველთვის განსხვავებული, ყოველ ჯერზე. და მოკლედ, ელოდეთ თქვენს პარტნიორს, მეგობრებო. არ გვინდა ყოველ დღე იმის გამოძიება თუ როდის მოვა, როცა მოვა. და რომ მოვა მეგობრებო, აი ისეთი მოსვლა იქნება, რომ გაგიკვირდებათ. კი, მოვა. მომწერეთ პირადში კი. შეკითხვა კონკრეტულად მომწერე. და სახელი მომწერე ვინ ხარ? მეგობრებო, ვინც უსახელო და უსურათო ხართ, არ გიპასუხებთ, იცოდეთ. არც სახელი ვიცი და არც სურათი კიდევთ. აი როგორ გაგცეთ პასუხი? ხო არ მეტყვით? მე შეიძლება ენერგეტიკულად კი ამოვიკითხო და მაინც გითხრათ თქვენი გასაგები, მაგრამ აი რატო? სახელიც არ ვიცი, არ გიწერიათ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ აი ამ ყველაფერთან. და იყოს საიდუმლო. მისი გამოჩენაც, მისი შესაძლებლობებით თქვენს მიმართ, მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. დაიყოფილიყოს ისეთი, რომ თუნდაც საიდუმლოა, მაგრამ როდესაც მოვა, ეს იქნება ზუსტად ის მოულოდნელი გამოჩენა ამ ადამიანის, რომ თქვენთვის იქნება ძალიან სასიამოვნო. დავტოვოთ ესე. ხო. მეუბნება რომ არ თქვა და არ ვიტყვი. არ გამოვიკვლევ, როდის მოვა. იყო საიდუმლო, უფრო მეტი საინტერესო იქნება ჩემო ძვირფასებო. მოულოდნელად რომ მოვა, ისეთ დროს მოვა, იქნება არ ხართ რაღაცნაირად გაპრანჭულები, მოწესრიგებული. მერე რა? ეს ჯობია უფრო მეგობრებო. ეს ჯობია უფრო. ასე რომ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ.
ბედნიერი დილის გათენება და ხვალინდელი დღე უფრო უკეთესი ყოფილიყოს და თქვენი ოცნებების და სურვილების ახდენის დღე დამდგარი იყოს ხვალ. მე გემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე ყველას, გელოდებით კომენტარებში, ვისთან როგორ რეზონირდება. ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება, ნებაყოფლობით რა თქმა უნდა და აბა დროებით. უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო. აბა დროებით.